მეგობრებო, მოკლედ დღეს ამ ვიდეოში ვაპირებ რომ 75 ბრაულერიდან გავარკვიოთ რომელია ჰეისზე ყველაზე სწრაფად დამანგრეველი ჰეისს, ანუ რომელი ბრაულერი დაანგრევს ყველაზე სწრაფად ჰეისს. ამ ყველაფერს ვნახავთ ოღონდ სუპერების გარეშე, ჩვეულებრივი ტყუილებით და გაჯეტებით. მოდი გადავბლოკოთ ახლა ეს ბოტები და მარტო შევიდეთ ჰეისის დასანგრევად. დავინიშნოთ დროს და გავიგებთ ჰეისის. გავიგებთ რომელია ყველაზე კარგი ბრაულერი 75 ბრაულერიდან. თამაში სულ 101 ბრაულერი, მაგრამ ჩვენ აქედან გავტესტავთ 75-ს, მაგრამ თუ თქვენ გენდობათ სხვა ბრაულერებსაც გავტესტავ სხვა აკაუნტებზე, რადგან ანუ ამ აკაუნტზე შეიძლება არ მყავდეს ის ბრაულერი, მაგრამ სხვა აკაუნტზე მყავდეს იმ აკაუნტზე თუ არა კიდე სხვა აკაუნტზე. მე ყოლება სულ მაქვს 5 აკაუნტი. მეგობრებო, მოდით დავიწყოთ. პირველი ბრაულერი ხდება 1 2 3. უფრო ახლოსჯობია მივიდეთ შელითი და შელი არის ახლა ბრაულერი. მოდი მივახარჯოთ გაჯეტები, სანამ ამოსა და ტყუილები ფარი ჩაერთო ჰეისს. მიდი კიდე ვანგრევ კარგია ცოტაც კიდე მიდი კიდე ერთი გაჯეტი მივახარჯოთ, წამოვიდეთ 1 2 მიდი მორჩა მეგობრებო, დრო არის 44 წამი, 45 წამი და 45 წამი და მოკლედ გვერდით ტელეფონში მაქვს ტაიმერი დანიშნული და არის 45 წუთი მინდა ვთქვა 45 წამი და 35 მილიწამი და შელის აქვს ეს შედეგი. ჩვენი შემდეგი ბრაულერი იქნება ნიტა 3 2 1. რომ ჩაისთო, წავიდა ნიტა ისვეს, საკუთარ ნიტა გაჯეტს გამოიყენებს, რადგან მისი გაჯეტს იყენებს თავის დათვზე. აბა ნიტა რამდენს დააგროვებს? 53, 44 და ნიტა გააგროვა 56 წამი და 40 მილიწამი. შემდეგი ბრაულერი იქნება კოლტი და 1 2 3 წავიდა. შესრულეთ. კოლტი მგონი ყველა ის სწრაფად ახერხებს ამ ყველაფერს. მოდი ჯერ არ ვესვრი გაჯეტს. ახლა კიდევ ტყუილები უკვე ძალიან კარგად მიაყენა დემეიჯი კოლტმა. ცოტაზეა ჰეისი, მგონი კოლტი ყველაზე ცოტა დროს დააფიქსირებს და გავიგებთ ახლა ამ ყველაფერს. 27-28 წამია. წავიდა და ბოლო 37 წამი და 16 მილიწამი არის კოლტი. ჯერჯერობით მეგობრებო, კოლტი ლიდერობს და შემდეგი ბრაულერი არის ბულზე მაქვს ლომი სკინი. მოდი წავიდეთ და გავურაშოთ რა დავანგრიოთ ჰეისი და ვნახოთ რამდენი წამი ენდომება. 1 2 3 წავიდა. 1 კარგია. ბული მგონი ვერ მოიგებს. ყველაზე არა, ბულიც კარგად მიდის, ძალიან ინტერნეტის პრობლემებია, მაგრამ არა უშავს. გაჯეტი გამოვიყენე, მგონი გაჯეტი არაფერს არ აკლებს და ტყუილა გამოვიყენე. შესაძლოა კოლტზე მეტიც კი დააფიქსიროს, კოლტზე ნაკლები დრო მეტი რა უფრო კარგი შედეგი გქონდეს. 23-ზეა. კიდე ვანგრევს. ახლა თუ დაანგრია, მგონი კოლტზე მეც აფიქსირებს. კოლტს მოუგო ბულმა და ბულის შედეგია 34 წამი და 37 მილიწამი. შემდეგი ბრაულერია ბროკი და დავიწყოთ უკვე ტაიმერი. კარგად დაანგრია. 6-ზეა კიდევ ერთი დარტყმა და დაანგრია. 55 წამი და 22 მილიწამი.
ყველაზე დიდი ხანი დაჭირდა ბროკის დანგრევა, კი არა ნიტა ერთი წამით მეტი იყო ნიტას. შემდეგია ელპრიმო 1-3 წავიდა. ანდრეს ელპრიმო მგონი ელპრიმოს აქვს შანსი რომ დააფიქსიროს მაგალი შედეგი. წინ კიდევ ძალიან ბევრი ელპრიმოსნაირი მაგარი და OP ბრაულერია, რომელსაც ელპრიმოსნაირად მალე უსებათ ტყუიები და მალე ანგრევენ. ყველაზე კარგი შედეგი აქვს ბულს, რომელმაც აჯობა კოლტს ქონა ყველაზე კარგი, მაგრამ აქვს ბულს. კიდევ ელპრიმო კარგად ანგრევს. 29-ზეა, 25-ზეა, წამი 33-ია. ბულს ვერ აჯობა კოლტს, შეიძლება აჯობოს. თუ კოლტსაც ვერ მეტეორის გაჯეტი რო ქონოდა შეიძლებოდა. მაგრამ 42 წამი არის ზუსტად. ბარლი დაიწყო. მგონი ბარლისაც კარგი შედეგი ექნება, მაგრამ ტყუიები სამწუხაროდ ნელაევსება. გაჯეტი არაფერს არ აკლებს, როგორც ჩანს. 1, 2, 3. ბარლი ასევე ძალიან კარგი ბრაულერია ჰეისზე, მაგრამ ვერ ანგრევს ქარა, როგორც თქვენ ხედავთ. 52, 50, 2. შესაძლოა ყველაზე მეტი გქონდეს, მაგრამ არა, ყველაზე მეტი ვერ ექნება. ყველაზე მაღალი ის რომ გქონდეს, არა მგონია. კარგია, კიდევ ესროლოთ. კიდე გონი ყველაზე მეტი ხანს მომდა ყველაზე და დრო არის 1 წუთი და 80 წამი. შემდეგია ჩვენი პოკო. პოკო მგონი ვერ მოასწრებს და მალე ვერ დაანგრევს. სადღაც ელპრიმოსნაირი შედეგი შესაძლოა, არა ელპრიმოს და მალე უსებდა ტყუიები. პოკოსი არის 40 კი არა და 1 წუთი. პოკო არის 1 წუთი, 1 წამი და 70 მილიწამი. გადავიდეთ შემდეგ ბრაულერ. რასაც გამოვლევ ყველა რეილ ბრაულერ, რაც იმყავს დავასრულებ ამ ვიდეოს, რადგან ეს არის რომელი რეილ ბრაულერია ყველაზე კარგი ჰეიტზე. შემდეგი ვიდეო იქნება რომელი სუპერ რეილ ბრაულერია ყველაზე კარგი ჰეიტზე. მოდი ვნახოთ და ბოლოს შევადარებ რომელი ბრაულერია ყველაზე კარგი ჰეიტზე. დავანგრიეთ. კარგი არის, ძალიან როზა, კარგად ანგრევს, მაგრამ ბარლიმ შესაძლოა ყველაზე კარგი ის დააფიქსიროს დრო თუ ვიღაცა წინააღმდეგობას გაუწევს, რადგან კედლებიდან ისვრის ბარლი და სხვა ბრაულერები შეიძლება ეგრე ვერ დაანგრიოს ჰეიტზე. გონი მოიგებს ახლა, არა ბულს ძალიან კარგი შედეგი აქვს, ძალიან სწრაფად დაანგრია, ვერავინ ვერ უდებს ბულს და მგონი ბული არის ის ერთი რეილი ბრაულერი, რომელმაც ყველაზე მალე და მარტივად შეძლო დანგრევა და როზა არის 59 წამი და 80. მოკლედ მეგობრებო, ამით დაგემშვიდობებით. როზა იყო სულ ბოლო ბრაულერი, ხოლო ყველაზე კარგი ბრაულერი არის ბული, რომელიც ყველაზე მეტად გამოგვადგება რეილ ბრაულერებიდან. შეიძლება არ გამოგვადგეს, მაგრამ მოწინააღმდეგეები თუ ნუბები არიან და სულ ჰეისთან ხარ, ან ისეთი ბრაულერები ან ჰეისთან რო იდგა და წინააღმდეგობა ვერ გაგიწინონ, ბული ძალიან ბევრს დააკლებს. მოკლედ ამით დაგემშვიდობებით უკვე ვთქვი. გთხოვთ დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი და